დღევანდელი გადაცემის თემაა მეტაბოლური დარღვევები და მეტში უხილავი კავშირები ფსიქიკასთან. იციან მაგალითად როგორ უმკურნალონ მარცხენა თითს და არ იციან როგორ უმკურნალონ მარჯვენა თითს. არის სხვადასხვა დასახელებით იმაში აბსოლუტურად ერთი და იგივე პრეპარატი. საერთოდ გენეტიკა ამ სიტყვის სამწუხაროდ ჩვენ გვეშინია და ხშირად ექიმო ეს გენეტიკური ხო არ არის. გამოდის რომ საღამოს ერთი აჯერ-ვაჯერ რაღაცას მაინც ან ვღეჭავთ ან ვჭამ. ზუსტი თარგმანი ამის არ არსებობს. ძალიან ხშირად უკავშირდება ზუსტად მომატებულ ფოტოს. გამოდის რომ ფსიქიკა არის პირველ ადგილზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პოდკასტში, როცა კლინიკა იკეთება სივრცეში, სადაც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და ხშირად უხილავი საკითხები ხმამაღლა განიხილება. დღევანდელი გადაცემის თემაა მეტაბოლური დარღვევები და მეტში უხილავი კავშირები ფსიქიკასთან. როგორ მიუდგეთ მენტალურ პრობლემებს, როდესაც სიმპტომები სხეულში იმალება. ჩვენი დიალოგი იწყება იქ, სადაც სტანდარტული მიდგომები მთავრდება. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ენდოკრინოლოგი, პროფესორი ენდოკრინოლოგიის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელი და დამაარსებელი ქალბატონი ელენე გიორგაძე. მოგესალმებით ქალბატონი ელენე. სასიხარულოა თქვენი მობრძანება ჩვენ პოდკასტში. დიდი მადლობა პირიქით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივისცემა და გილოცავთ რომ ესეთი არაჩვეულებრივი კლინიკა გაქვთ და კიდევაც რომ დაიწყეთ ამ გადაცემის გაკეთება, რაც მე მგონი დღევანდელ დღეს ძალიან აქტუალურია. ხა დაგეთანხმებით აქტუალურია, იმიტომ რომ ფაქტიურად მედიცინა ძალიან გაფართოვდა და სამწუხაროდ ჩვენ სხვადასხვა სპეციალობებს უფრო რაღაცნაირად შევიკეთეთ მეტნაკლებად ჩვენი მიმართულები და ხშირად გვიწევს ხოლმე რომ უფრო ნაწილობრივ მიკერძოებულად მხოლოდ ჩვენი კუთხიდან შევხედოთ ხოლმე პაციენტებს. ამ დროს პაციენტის ორგანიზმი, ფსიქიკა და სხეული განუყოფელია ერთმანეთთან არის კავშირში და ეს ურთიერთშეთანხმებული უფრო ესეთი გლობალიზებული მიდგომა, გაანალიზება ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემის და შემდგომ რეაგირება ამაში გულისხმობ დიაგნოზსა და მკურნალობასაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ესეთი მიდგომა იძლევა ხოლმე სრულფასოვანი შედეგის მიღების საიშროებას. ჩვენი გამოცდილება, ჩვენი თანამშრომლობა, როგორც პირად, ასევე ჩვენი ინსტიტუციების დონეზე, ჩვენი კლინიკის შესანიშნავი ცენტრის და ჩემი კლინიკის ძალიან ბევრი რაღაც საინტერესო დაგვანახა და ძალიან დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, თუმცა დღევანდელი ჩვენი გადაცემის კიდევ ერთხელ რომ გადავხედე იმ უამრავ კავშირს, აღმოაჩინე რომ არ ვიცი, შეიძლება რაღაცა 70% შეიძლება ჩვენი პრობლემების არის ისეთი, როდესაც პრინციპში ენდოკრინოლოგია და მენტალური ჯანმრთელობა იკვეთება და ურთიერთდახმარებას და ჩართულობას საჭიროებს. მართალი ბრძანდებით, რაღაცაში გეთანხმებით, რაღაცაში არა. არ გეთანხმებით 70%-ზე, მე მგონი 100%-ით. და ეგ თანამშრომლობა უკვე ჩვენ კარგად გვიჩვენა, რომ შედეგი რომ მივიღოთ, ყოველთვის პაციენტს უნდა მეუდგეთ სხვანაირად. სამწუხაროდ, როცა სპეციალისტთან მიდის პაციენტი და როცა აქვს გარკვეული ჩივილი, ეგ ჩანს როგორც აისბერგი და თუ აისბერგის თავზე აქვს რაღაც ჩივილები და პაციენტს ჩვენ უყურებთ მარტო ენდოკრინოლოგი უყურებს, რომ რა ჩივილი აქვს და რომელი დაავადება აქვს, შაქრიანი დიაბეტის სიმსუქნე, ფარისებული ჯირკვის დაავადება და ავიწყდება, რომ ეს არის ორგანიზმი და წყლის ქვეშ კიდე აისბერგის
ბევრად უფრო დიდი ნაწილია. ამიტომ ჩვენ არ ვითვალისწინებთ, რომ პაციენტს ჭირდება როგორც ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, კარდიოლოგი, ნეფროლოგი, ანგიოლოგი, არ ვითვალისწინებთ სხვა ჩივილებს. ეს შეიძლება ზოგჯერ ხდება სამწუხაროდ იმის გამო ზუსტად, რომ მედიცინა ძალიან ვიწრო სპეციალობები გაჩნდა და იციან მაგალითად როგორ უმკურნალონ მარცხენა თითს და არ იციან როგორ უმკურნალონ მარჯვენა თითს. ხო გახსოვთ თქვენ კარგად ძალიან ძველად იყო მიღებული კონსილიუმი და რატო იყო ეს კონსილიუმი სხვადასხვა სპეციალობით ექიმები ერთად ჯდებოდნენ და მსჯელობდნენ ორგანიზმზე და დაავადებაზე, იმიტომ რომ მერე რო ინიშნება იგივე პრეპარატები, ზოგჯერ ჩვენ ვერ ვიღებთ ვერანაირ შედეგს პაციენტთან ზუსტად იმის გამო, რომ არ ვითვალისწინებთ მთლიანად როგორ ვითარდება დაავადება და კიდე რა პრობლემები აქვს ამ კონკრეტულ პაციენტს. ჩვენ მივეჩვიეთ ზოგჯერ ხო ხედავთ თქვენ როგორ იქცევიან. მაგალითად ექიმი შეიძლება არც კითხოს ნამყოფი არის თუ არ არის ნამყოფი სხვა სპეციალისტთან და არ ეთხოვენ არასდროს რომ რა ქონდა დანიშნული. და არიან პაციენტები, როცა ჩვენ მე ვხედავთ რომ მაგალითად იყო ფსიქიატრთან და იქ არის 4 პრეპარატი დანიშნული, იყო კარდიოლოგთან და იქ არის კიდე 8 პრეპარატი დანიშნული, ენდოკრინოლოგი არ იცის და ნიშნავს თავის პრეპარატებს და ძალიან ხშირად არის სხვადასხვა დასახელებით იმაში აბსოლუტურად ერთი და იგივე პრეპარატი შეიძლება იყოს დანიშნული. ანუ ჩვენ გავიწყდებათ რომ ორგანიზმი უნდა განვიხილოთ ჩვენ მთლიანობაში და რაც ეხებათ მენტალობას საერთოდ წამყვანია ყველა დაავადებებში. არა ჩვენთან ენდოკრინოლოგიაში მე მგონი კარდიოლოგმაც უნდა გაითვალისწინოს რომ მით უმეტეს დღევანდელ დღეს ჩვენ ცხოვრობთ ისეთ პირობებში რომ ძალიან მიყვარს, მაგრამ სკოლის ასაკებს ბავშვებსაც აქვთ ზუსტად უკვე მენტალური პრობლემები და სტრესი, გადაღლა, გადატვირთვა, აი ის ეკოლოგია რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, სულ ყველაფერი პირველ რიგში აისახება მე მგონი ფსიქიკაზე ადამიანის და იქიდან თუ გენეტიკური განწყობა აქვს რომელიმე დაავადების ის იმართება. მაგალითად ძალიან კარგად თქვენ იცით რომ თუ გენეტიკური განწყობა აქვს ადამიანს შაქრიანი დიაბეტის მიმართ, თუ 60%-ში ის რომ ვითარდება შაქრიანი დიაბეტი, თამაშობს დეპრესია მაგალითად 60%-ით იზრდება რეალობა, რომ ადამიანთან განვითარდეს იგივე შაქრიანი დიაბეტი. განსაკუთრებით ტიპი მეორე, რომელიც არის დაკავშირებული 90%-თან პირველ რიგში დარღვეული ლიპიდური ცვლა არის. ანუ სიმსუქნესთან, ილზედმეტწონასთან არის დაკავშირებული შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. აქედან გამომდინარე, მე მგონი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია კარგად ვიმუშაოთ და კაი შედეგი მივიღოთ პაციენტ თქვენი კონსულტაციების გარეშე. ამიტომაც ვთანამშრომლობთ. დიახ, დიდი მადლობა ამ თანამშრომლობისთვის და რომელიც ძალიან საინტერესო და პროდუქტიულია. ხო, ზოგადად თქვენ გენეტიკა ახსენეთ, ასე თქვა სტიგმა, საერთოდ გენეტიკა ამ სიტყვის სამწუხაროდ ჩვენ გვეშინია და ხშირად ექიმო ეს გენეტიკური ხო არ არის და მეგონი სულაც არის ეს სიტყვა, ეს უბრალოდ გენეტიკური განწყობა, პრედისპოზიცია ასე ტერმინს ხმარობთ ხოლმე ჩვენ ექიმები. პირიქით უბრალოდ ჩვენი რაღაცა დაავადების ან ჯანმრთელობის პრობლემის მიმართ მზაობას განსაზღვრავს და არა იმას, რომ დაავადება აუცილებლად გამოვლინდება. პირიქით ეს გაცილებით უფრო ობიექტურად სწორ პასუხისგებლობას გვაკისრებს და სწორ გზაზე დაგვაყენებს იმისაც, რომ ამ განწყობის გამო ჩვენ უფრო სწორად ვიმოქმედოთ, რომ ზუსტადად არ მივცეთ, სწორად ვიცხოვროთ, რომ დაავადებას არ მივცეთ საშუალება, რომ გამოვლინდეს, ხო? იგივეა მენტალური პრობლემების დროს, ახაც გენეტიკური ფაქტორები საკმაოდ დიდია, ამიტომ ჩვენს თუ რაღაცნაირად სწორად ვიმოქმედებთ რისკებს, ანუ იგივე მენტალური პრობლემის, ისევე როგორც ენდოკრინოლოგიური პრობლემის შევამცირებთ. და მაინც ჩვენ ძირითადად მენტალურ პრობლემას მაინც სტრესს უკავშირებთ ხოლმე და კიდევ მენტალური პრობლემები ზოგადად აღიქმება როგორც არამატერიალიზებული, ანუ თითქოს ეს რაღაცა
ანუ ჩვენი ფსიქიკას რაღაც მატერიალური ეს არ აქვს რეალურად ეს არის ტვინი და ტვინი ძალიან ბევრნაირად არის დაკავშირებული ფიზიკურ სხეულთან. მე თქვენდა მაქვს შეკითხვა. აი მაგალითად სულ ყველა ვიცით რომ აუცილებლად უნდა გქონდეს დღეში ფიზიკური დატვირთვა მინიმუმ 30-40 წუთი, რომ არ უნდა დიდი რაოდენობით მივირთვათ ცომეული, რომ კვება უნდა იყოს მოწესრიგებული, რომ სამჯერადი, მაქსიმუმ 4ჯერადი დღეში, რომ არ უნდა გადავაჭარბოთ და რატომ ვიქცევით სულ ყველა, მაინც ვიცით რომ კიდე შეიძლება წინაპრებს ჰქონდათ შაქრიანი დიაბეტი და ბევრი რაღაცა არ უნდა გავაკეთოთ და მაინც ვაკეთებთ. ხო, რატო ვაკეთებთ და ძალიან საინტერესო კითხვაა. მე ვფიქრობ რომ ამაში მარტო ერთი მექანიზმი არ მონაწილეობს, იმიტომ რომ თვითონ მენტალური პრობლემები, მაგალითად როგორც არის ფოთო, ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ეს არის ძირითადი წყარო, ხშირად კვებითი დარღვევების, ხო? ანუ აი ესე ჭარბად საკვების მიღება, როდესაც ჩვენ რაოდენობის გაკონტროლება გვიჭირს და ზედმეტად ბევრ საკვებს ვიღებთ, ხო? აი ეს binge eating ინგლისური ტერმინია, ქართულად ზუსტი თარგმანი ამის არ არსებობს. ძალიან ხშირად უკავშირდება ზუსტად მომატებულ შფოთვას, რომელიც იმის გამო რომ შფოთვა ზოგადად საღამო საათებში იმატებს, ზუსტადაც რომ საღამო საათებში ვლინდება ხოლმე ჭარბად საკვების მიღება. ამიტომ გვეუბნებიან ხოლმე. რატო გადაგვაქვს ყურადღება? მეც ესება, რატო გადაგვაქვს ყურადღება მაინდა-მაინც საკვებზე და ვერ ვცილდებით იმ მაცივარს, ჯერ მივაქვს, თან ვიცით რომ ბევრი არ უნდა მივრთვათ, ჯერ ავიღებთ რაღაცა პატარა ულუფას, მე ცოტა ხანში უბრუნდებით და კიდე ვიღებთ და გამოდის რომ საღამოს ერთი 10-8ჯერ რაღაცას მაინც ან ვღეჭავთ, ან ვჭამთ. აი რატომ არ გადაგვაქვს ყურადღება სხვა რაღაცაზე? რატო ხდება რომ ყველას მაინდა-მაინც უნდა ჭამა? იმიტომ ეს არის ყველაზე მარტივი გზა ის დაძაბულობა მოვიხსნათ გადავიტანოთ ყურადღება. ხო, არა, პირდაპირ შფოთვას ანეიტრალებს. ნახშირწყლების მიღება, იმიტომ რომ გლუკოზაზე გაქვთ ლაპარაკი, იმიტომ რომ ტვინს 80%-ში ჭირდება გლუკოზა. შფოთვის დროს ტვინი მუშაობს გაძლიერებულად. გაძლიერება, ხო, მაგრამ ორგანიზმში რომ ბევრი გვაქვს ეს გლუკოზა და შეგვიძლია რომ ჩვენივე ვიხმაროთ, რატო ვამატებთ აუცილებლად? იმიტომ რომ მარტივად ვიღებთ ამ გლუკოზას. ანუ ცხიმის დაშლა გაცილებით რთულია და ბევრი დრო და ენერგია ჭირდება და საკვების მიერ 15 წუთი. 15-20 წუთი რომ გავჩერდეთ, ეს დონე გლუკოზის ისევ იქნება სისხლში ადეკვატური. მაგრამ მაინც მივდივარ და ვიღებ. ამას თქვენ უკვე ფიზიოლოგიის დონეზე ჩემზე ბევრად კარგად გამარტავთ, მაგრამ ამას თავისი ფსიქოლოგიური ახსნაც აქვს. ანუ ჩვენ ბიოლოგიურად, ანუ ცხოველებიდან მოვდივართ, ამიტომ ჩვენი მექანიზმები ზუსტად ისევე მუშაობს, როგორც მაგალითად სხვა ძუძუმწოვარო ცხოველი, თქვა ძაღლის ან ნებისმიერ შემთხვევაში, ხო? ჩვენ გვაქვს ადამიანების საბედნიეროდ უმეტესობას საშუალება, რომ როცა მოგვინდება საკვები მივუწათ, მაგრამ ცხოველს ასე არ აქვს. ამიტომ არის ის გადარჩენის გზა კი. ეგ არის ზუსტად რაზეც ჩვენ ლაპარაკობთ დაგროვების თეორია, ენდოკრინოლოგებისთვის კარგად ცნობილი დაგროვების თეორია. საერთოდ, როდესღაც რამოდენიმე საუკუნის წინ სიმსუქნე და ზედმეტი წონა არ იყო პრობლემა, იმიტომ რომ ადამიანი ცხოვრობდა მოგეხსენებათ საერთოდ სახლები არ იყო, არაფერი აშენებული არ იყო და როცა მოდიოდა გაზაფხული მაშინ გადიოდნენ, ნადირობდნენ, თევზი იჭერდნენ და ხილიც მოდიოდა. ჭამდნენ და აგროვებდნენ ცხიმს, იმიტომ რომ ზედმეტი გლუკოზა. აი ჩვენ რო საღამოს დიდი რაოდენობით რო ვიღებთ გლუკოზას სინამდვილეში, მარტო 10-20% ჭირდება იმ მომენტში ჩვენ ტვინს, მაგრამ 80 გადადის ცხიმში. იმიტომ რომ მარაგი ხდება ცხიმის სახით. ხდებოდა მარაგი, მერე მოდიოდა შემოდგომა, რა თქმა უნდა არსად დაგროვილი პროდუქტები არ იყო, იმიტომ რომ ურაბას არავინ არ აკეთებდა, არც გაზის ქურა იყო და არც არაფერი და ზამთრის პერიოდში ორგანიზმი შიმშილობდა და ამიტომ წვავდა იმ დაგროვილ ცხიმს, რომელიც ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ეგ იყო კომპენსაცია იმის, რომ ზაფხულის და გაზაფხულის პერიოდში ორგანიზმი იღებდა უფრო დიდი რაოდენობით საკვებს, მარაგი ხდებოდა ცხიმის სახით და
ცხიმი გადადიოდა მე ისევ გლუკოზაში და ზამთრის და შემოდგომის პერიოდში ჩვენ ხარჯავდით. მაგრამ ერთშენიერ დღეს ააშენეს სახლები, მე უკვე გაიხსნა ბაზარი, მე უკვე იცოდნენ როგორ პროდუქტი შეინახონ, მე ბებიები დაიწყეს მურაბების და ხაჭაპურების და ყველაფრის კეთება და ეხლა კი ოდნავ რომ დაგვაკლდება საჭმელი სუპერმარკეტი არის ყველგან და ყველაფერი მოგვას. აქედან გამოდის რომ ჩვენ ეხლა ვაგროვებთ გაცილებით უფრო მეც, ვიდრე რეალურად ორგანიზმს სჭირდება. მათ ჩვენი ენდოკრინული სისტემა და ჩვენი ფსიქიკა ისევ გამახსოვრებული მექანიზმით მუშაობს. ხო, მაგრამ გამოდის რომ ფსიქიკა არის პირველ ადგილზე, იმიტომ რომ ზუსტად ჩვენ ვიცით რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ. აი ნახეთ ეხლა რომ დავაკვირდეთ, ხო ფილმებს რო უყუროთ და რომ მოდიან სახლში, გააღებენ მაცივარს და წყლის გარდა მაცივარი цаრიელია. ანუ უცხოეთში ვინც ნორმალურად ცხოვრობს, ცდილობენ რომ იყიდონ პროდუქტი ცოტა რაოდენობით, რომ მარტო დღეს ვახშამს რომ მორჩებიან, მერე რომ მოშივდეს, რომ მაცივარში წყლის გარდა არაფერი არ გქონდეს. და ჩვენ როგორ ვართ მიჩვეული, თუ მაცივარი ოდნავ გასარგილდებ, ეგრევე დავივართ და ისევ გვაქვს შევსებული. ამიტომ ამის 2 საათზე შეგვიძლია მივიდეთ მაცივართან და შევჭამოთ. ხამის 2 საათთან მაცივართან მივართ, მაშინ როცა ძილი გვაქვს დარღვეული. ამიტომ შეიძლება მაცივარი იყოს სავსე, მაგრამ ჩვენ საღამოს არ გქონდეს ფოთვა, გქონდეს ძილი მოწესრიგებული, ასეთ შემთხვევაში ჩემი აზრით უფრო სწორად ვიქნებით დაცული ხამის საათებში ჭარბად საკვების და ნახშირწყლების მიღებიდან. ჩვენი ამ სოფლიოს რეკომენდაციები რო წაიკითხოთ, როგორც კი შაქრიანი დიაბეტის დროს, კურდღელობის დროს, სიმსუქნის კურდღელობის დროს ყველგან წერია, რომ ვერანაირი წამალი ვერ უშველის ადამიანს, თუ არ ექნება მოწესრიგებული დღის რეჟიმი, თუ არ ექნება ფიზიკური დატვირთვა და თუ არ ექნება მოწესრიგებული ძილი, მინიმუმ 6 საათი. ეს ითვლება მინიმუმ და 8 საათი თუ ძინავს ადამიანი, თალათ უკეთესია. და ისიც ხარისხიანად თუ დაეთმოს. ეს უკვე ისევ თქვენი პრობლემა. პოდკასტის დაწყებამდე ჩვენი გადაცემის ვისაუბრეთ, რა არის ძილის დრო და მეორე რა არის ასე თქვა ძილის ხარისხი. აი ამ მის გარდა და ძალიან საინტერესო რაღაცა რაკურსში განვიხილეთ, თქვა ფსიქიკის და შიმშილის და საკვების მიღების რაოდენობა, მაგრამ ალბათ კიდე ძალიან ბევრი მექანიზმია, რომელიც აკავშირებს მეტაბოლურ დარღვევებს და ფსიქიკას, თუნდაც სტრეს ჰორმონებით და ვთქვათ, რა თქმა უნდა, სტრეს ჰორმონები, საერთოდ ჰორმონების დონე ორგანიზმში ძილი რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჩვენი 80% ჰორმონების არის ცირკადული. ანუ ღამე სულ სხვანაირად უნდა იმუშაოს ჰორმონებმა, დღისით სულ სხვანაირად და გამოყოფა უნდა მოხდეს დილით 6-7 საათზე და უფრო დიდი რაოდენობით ჰორმონების, აი რასაც თქვენი ძახით სტრეს ჰორმონები და როცა ძილი დარღვეული, აი ეს რიტმი ჰორმონების ესეც ირღვევა და საერთოდ თქვენ ახსენეთ მადა. კი, რა თქმა უნდა, მადა არის პირდაპირ კავშირში გარკვეულ ჰორმონებთან და არის კავშირში იმ ჰორმონებთან, რომლებიც სინთეზი ხდება კუჭ-ნაწლავშიც, მაგრამ იცით რა შეასაქმე, აი ძალიან ხშირად ზუსტად სიმსუქნის დროს და იგივე შაქრიანი დიაბეტის დროს მადა კი არ არის გაძლიერებული. ადამიანები კი ამბობენ, რომ მადა არის გაძლიერებული, მაგრამ რეალურად არის ისევ თქვენთან ფსიქოლოგიური პრობლემები არის, იგივე შფოთვა, იგივე და არ არის დაკავშირებული არც მადასთან და არც ჰორმონებთან, იმიტომ რომ დაფიქრდეს ადამიანი, თვითონ მიხვდება, რომ კი არ შია და იმიტომ კი არ ჭამს, იმიტომ რომ ზუსტად რაღაც პრობლემას ფარავს, იმიტომ რომ გადააქვს ყურადღება ამ საკვებზე. და არჩევანი საკვებიც არის, ძალიან ადვილია რომ დაადგინოთ შიმშილის გრძნობა თუ არა, მაგალითად რომ დაუდოთ ადამიანს ის პროდუქტი, რომელიც არ უყვარს და სხვა არაფერი არ იყოს. რამდენადაც არ იყოს იმ მომენტში ან
ან არ შფოთავდეს, ან დეპრესია ქონდეს. თუ არ უყვარს და თუ იმას არ ჭამს, მივა შეხედავს და მობრუნდება. აუცილებლად არჩევენ ზუსტად იმ პროდუქტს და იმ საკვებს, რომელიც უყვარს. ზოგიერთს უყვარს ნაყინი, ზოგიერთს უყვარს ჩიფსი, ზოგიერთს უყვარს თხილი და აი იმას მიირთმევენ უფრო დიდი რაოდენობით. და როცა არის მადა გაძლიერებული, იმისთვის სულ ერთია, მანის ფაფაც რო დაუდოთ, მივა და შეჭამს, იმიტომ რომ ნამდვილად შია. ხო, ძალიან საინტერესო იყო. ეს პოზიცია კი გეთახვები და თან ძალიან ხშირად ეს მადა კი არ არის, აი რაღაცა ესეთი ქართულ საინტერესო სიტყვა გვაქვს, სუსნაობა, ანუ სუსნაობა არ არის შიმშილთან დაკავშირებული არანაირად. როცა ჩვენ სუსნაობთ, მეც სუსნაობ, მე ძალიან მიყვარს თხილი და როცა ჩვენ სუსნაობთ, რეალურად იმ მომენტში არ გვშია. პირიქით შეიძლება კარგად დანაყრებულიც იყო და მაშინ დავიწყოთ მალევე, მაშინ როდესაც კლასიკური მადის მექანიზმებით კუჭიჯერ დაცილი არ არის, მაშინვე დავიწყოთ ჩვენ სუსნაობა და აი აქ არის ხოლმე აქ ძალიან საინტერესო მომენტია, ანუ ვისაუბრებთ თქვათ შფოთვის და ნახშირწყლების მიღების კავშირზე და ზუსტად აქ ძალიან საინტერესო შემოდის, რადგანაც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ვახსენეთ, ეს ფაქტორი, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი უჯრედების მიერ გლიკოზის და ინსულინის აღქმის, ანუ დარღვევა, ეს ხდება ნეირონებშიც, ტვინშიც. რეალურად, ანუ ადამიანი, რომელიც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით არის დაავადებული, მის ნეირონებს, ანუ ტვინის უჯრედებსაც გარკვეულწილად განიცდიან, ანუ გლიკოზის შიმშილს. გლიკოზა არის ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები თავის ტვინის. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მარტო შფოთვა აგენერირებს, ასე ვთქვათ, აი ამ ჭარბად ნახშირწყლების მიღებას, არამედ პირველადად იმის გამო, რომ ნერვული უჯრედი ვერ ითვისებს კარგად გლიკოზას ტიპი 2 დიაბეტის დროს, გარკვეულად შაგმადის ნაკლეობას განიცდის ტვინის უჯრედები, რომელიც მეორადად შფოთვის გამწვავებას და დეპრესიის გამწვავებას იწვევს ხშირად. კავშირი არის, იცით როგორ, უფრო ამ შიმშილზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როცა ადამიანს შაქრიანი დიაბეტის დროს აქვს ჰიპოგლიკემიები, ანუ მიდის ქვევით გლუკოზა სიცხში და ამ მომენტში განიცდის შიმშილს და როცა არის ჭარბი რაოდენობით და სამწუხაროდ ხოლმე შაქრიანი დიაბეტის დროს პაციენტებს აქვთ ჭარბი რაოდენობით, იმიტომ რომ პირველ რიგში ადამიანი უნდა იყოს მზად, რომ თავისი ცხოვრების სტილი მთლიანად უნდა შეიცვალოს და ძალიან უნდა მიყვებოდეს აი ამ ყველა კანონებს და ზუსტად კვებას დაიცვას. ამ მომენტში პირიქით ჭარბი რაოდენობით გლუკოზა რო არის, იწვევს აპოპტოს ნეირონების, იმიტომ რომ გლუკოზა მძიმე მოლეკულაა, ისე რომ უბრალოდ რო ვთქვა და რო შედის შიგნით ნერვულ უჯრედში, ითხოვს და იწვევს ბევრ სითხეს, ხდება ამ უჯრედის გაფართოვება და მერე სკდება უჯრედი. ეს ძალიან უბრალოდ ახსენი, უბრალოდ რო იყოს გასაგები. აქედან გამომდინარე, ჭარბი რაოდენობით გლუკოზა პირიქით უფრო აღიზიანებს იმას ნეირონებს და ამიტომაც არის, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს გარკვეული დროის მერე ადამიანებთან არის ნეიროანგიოპათიები და ზუსტად ეს ამის გარდა კიდე არის კოგნიტიური დარღვევები. პირველი რასაც იწყებენ და ლაპარაკობენ, რომ მაგალითად მეხსიერებაზე ისახება, კონცენტრაციაზე, უფრო ძნელად იმახსოვრებენ, რაღაცა შეიძლება რამოდენიმეჯერ უნდა წაიკითხონ, რომ დაიმახსოვრონ. ხო და ამიტომ უნდა დავიჭიროთ ყოველთვის ნორმალური დონე გლუკოზის. ანუ ჩვენ მივდივართ უკვე ახლა ჩვენი საუბრით სოციოლოგიკურ დასკვნამდე, რომ პირველადად პირობითად შეიძლება დავიწყოთ იქიდან, რომ შესაძლებელია, რომ ნერვული ფაქტორი გახდეს მაპროვოცირებელი თვითონ შაქრიანი დიაბეტის წარმოშობის მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს სტრესი. და უკვე ჩამოყალიბებული, თქვათ, მეტაბოლური დარღვევები ან ტიპი 2 დიაბეტი თავისთავად უკავშირით უკვე გარკვეულ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს, ანუ
ჩვენ თავის ტვინზე და შესაბამისად მეტალური ერთგვარად იკვრება ეგრეთ წოდებული ჩაკეტილი წრე. ჩაკეტილი წრე არის, კი, ნამდვილად. და აქ კიდე რა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, როცა უკვე არის პაციენტთან, ჩვენ უნდა დავთვალოთ, რომ შეიძლება 8-12 წლის განმავლობაში, მინიმუმ 8 წლის განმავლობაში უკვე მეტაბოლური დარღვევები მიდიოდა. ჯერ პირველ ეტაპზე, როცა წავიდა ზედმეტი წონა. მეორე ეტაპზე, როცა გადის პრედიაბეტს. პრედიაბეტი საკმაოდ დიდი ფაზაა და რატო ქვია პრედიაბეტი? იმიტომ რომ პრედიაბეტს სხვანაირად ჩვენ ვეძახით სტოპ დიაბეტი. პრედიაბეტის დროს თუ არის დადგენილი დიაგნოზი, თუ ადამიანი მთლიანად გამოყვება და შეცვლის თავის ცხოვრების სტილს ზუსტად და ჯანსაღად იცხოვრებს, შეიძლება არასდროს არ განვითარდეს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 და ვითარდება ზუსტად მაშინ, როცა პრედიაბეტის დროს ჯერ ეშინიათ 3-4 თვე იცავენ ყველაფერს და მე რა იყოს არაფერი მე არ დამემართება და აი აქ არის უკვე ფსიქიკა უკვე არის აი ეგ მენტალური დარღვევები მე ვიტყოდი უკვე არის იმ ეტაპზე, როცა ჯერ საერთოდ პრედიაბეტიც არ არის და არის ზედმეტი წონა. აი იქ დროული თუ დახმარება იქნება თქვენი მხრიდან, შეიძლება თქვენ რო იწყებთ პაციენტთან მუშაობას, შეიძლება თქვენ უფრო აუხსნათ. ეხლა ენდოკრინოლოგს არც ამისი კომპეტენცია აქვს, რასაც ჩვენ ვამბობდით, სად არის კომპეტენცია ენდოკრინოლოგის, სად არის კომპეტენცია ფსიქოლოგის და ფსიქიატრის. ჩვენ არც ჩვენ კი უხსნით, მაგრამ მოტივაციას ალბათ უფრო თქვენ უქმნით პაციენტს. იმიტომ რომ აქ მთავარია რომ მოტივაცია იყოს შექმნილი და რამენაერად პაციენტს უნდა დაეხმაროთ რომ თავისი ცხოვრებას გადახედოს და სულ სხვანაირად დაიწყოს მოვლა თავისი ორგანიზმის. მოტივაციის აღსრულებას ჩვენ დებას ნების ყოფას ვეძახით ხოლმე და ძირითადად თავის ხელის შემშელი ზოგადად 2 ფაქტორი არსებობს. პირველი ეს არის ნაკლები ინფორმირებულობა, ანუ როცა ადამიანი არასაკმარისი ინფორმაციის გამო სწორად ვერ დაგეგმავს, როგორც რაციონალურად, ისე ემოციურად სწორად ვერ განეწყობა რაღაცის შესასრულებლად და ამ შემთხვევაში ალბათ აი ეს ინფორმირებულობის საკითხში ჩვენ როცა მეტაბოლურ დარღვევებს და პრედიაბეტზე საუბრობთ, აქ არის ზუსტად ენდოკრინოლოგის მიერ ძალიან კარგად პაციენტის გასაგებენაზე ახსნა ამან რა შეიძლება როგორ და რა ეტაპზე მიიყვანოს. მეორე ნაწილი არის რომელიც უკვე ფსიქიკას შეეხება, ეს არის რაღაც აბრიდებლური ქცევა, თითქოს გავურბივართ ჩვენ პრობლემას, რომელიც ძალიან ხშირად როცა ადამიანი ამბობს რომ მე თქვათ არაუშაოს ეს პირიქით ზოგჯერ უფრო შიშის მაჩვენებელია, როცა ჩვენ გვეშინია ამ პრობლემის და პირიქით იმისათვის რომ ჩვენ შის კი არ ვცდილობთ რომ სწორი გზით გადავლახოთ, არამედ იმის გამო რომ გვეშინია თავს ვარიდებთ და ვიძახით რომ არა ეს პრობლემა არ არსებობს, ეს პრობლემა არ არის სერიოზული, ალბათ აქ უკვე ფსიქოლოგის ჩართულობა და ამის მიწოდება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად ენდოკრინოლოგის მიერ, ანუ ფიზიოლოგიური პროცესის განმარტება და ფსიქოლოგის მიერ დახმარება, რომ არა ამ პრობლემის ფსიქოლოგიურად არ შეგეშინათ, მე ვფიქრობ ერთობლიობაში იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტის გზა, რომ ადამიანმა სწორად დაგეგმოს და აღასრულოს მერე ეს მიზანი. არ გაწყდეს. რა თქმა უნდა, მე იცით რატომ არის აქ ამაზე კიდე რა მეტყველებს იმაზე, რომ არის ზუსტად ფსიქოლოგიური დარღვევები. ნახეთ, ჩვენი პაციენტები ძირითადად ჩვენ როუზეთ აი დილით რა უნდა მიირთვას შუა დღეს და საღამოს. დილას აკეთებენ არაჩვეულებრივად, შუა დღესაც აკეთებენ კარგად და თქვენ ახსენეთ, რომ საღამოს იწყება შფოთვა. აი საღამოს ვერ უყვდებიან თვითონ ამ პრობლემას. საღამოს ის ვახშამი, რომელიც არის დაწერილი და ზუსტად ის კალორაჟი, რომელიც არის დაწერილი, ამას მიირთმევენ, მაგრამ მერე იწყება, მოდი არა უშავს, ეხლა კიდე აი ამაში ვჭა. მოდი აქლიავია, მოდი ერთი ატამია, რა მოხდება? მოდი ერთი შოკოლადი პატარა
არანაჭერშია. აი ეს უკვე ნიშნავს, რომ თვითონ პაციენტი ამ შფოთვებს და აი ამ პრობლემას თვითონ ვერ ერევა. და ეს ნიშნავს, რომ იმის მაგივრად, რომ პაციენტთან დაიწყო განსჯის ან რაღაცის და მეთოდი და დაიწყო აი როგორ შეიძლება და ჩვენც ვიქცევით ზუსტად ესე. ჩვეულებრივად შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანიც საღამოს უფრო მეტად არ ღვევს ყველაფერს ვიდრე დილით. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, რომ დროზე უნდა გავუგშვათ პაციენტი ფსიქოლოგთან. ხო, აი როგორც პრედიაბეტი ჯერ არ არის დაავადება, ასე თქვა, დიაბეტი, მაგრამ პრინციპში მექანიზმი იგივე, უბრალოდ რაღაც გარკვეულ კონდიციამდე არ მივიდა. ასეა ჩვენთანაც. ანუ შეიძლება ადამიანს ქონდეს გარკვეულწილად მომატებული შფოთვა, მაგრამ მისი დონე არ იყოს იმდენად მაღალი, რომ ჩვენ კლინიკურად შფოთვის დიაგნოზის რომელიმე ფორმის დიაგნოზის დავსვათ. მაგრამ ეს ანიშნავს, რომ ეს პრობლემა არაფერი არ არის და ეს არ გვიქმნის დისკომფორტს, ან სხვა რაღაცაში არ გვიშლის ხელს. ზოგადად მაინც რო განმარტოთ, როგორც შაქრის მომატება მაგალითად ბევრ ყურძენს რო შევჭამთ, ან ჩურჩხელას მივიტვეთ, ნორმაა რომ მოიმატოს დროებით, ასევე ნორმაა, როცა ადამიანს აქვს შესაბამისი მიზეზი მოიმატოს შფოთვა. თორე ეს არის თვითგადარჩენის სწორი ბიოლოგიური ინსტინქტი. ამიტომაც არის ყოველთვის ნორმაში შფოთვა ყოველთვის უფრო მაღალი ვიდრე დილით, იმიტომ რომ ამისგან გვიცავს ამას არეგულირებს ძილი. ანუ ძილი საღამოს მოგროვილ შფოთებს ანეიტრალებს, ჩამოყავს მინიმალურ ნიშნულამდე, ამიტომ დილით ყოველთვის არის ნაკლები შფოთვა, მაგრამ თხის განმავლობაში გროვდება. და როგორ მოერიოს ძილა არ შფოთვებს? თუ შფოთავს ადამიანი დაიძინებს დროზე? ვერ დაიძინებს. აქაც მაგიერი წრეს დამივედით, როცა იმატებს შფოთვა გირღოს ძილს და ძილი რო დარღვეულია თავისთავად მეორე დღეს საწყის პოზიციაზე კიდევ უფრო დილიდანვე უფრო მაღალი შფოთვა. საერთოდ მედიცინა ზოგადად მაგიერი წრია ყველაფერში და ამიტომ ან უკან მიდის მის საქმე გაგვარებს მაშინ. აი როდესაც ვამჩნევთ ჩვენ რომ შეიძლება ეს სიმპტომი გამოხატულება ეს ჩივილი შეიძლება არ არის ძალიან კატასტროფულად შემაწუხებელი და არ იძლევა რაღაც პანიკურ შეტევებს ან რაღაცა ძალიან მნიშვნელოვან თქვათ ჩვენ სოციალურ დისოციაციას ან არ გვიშლის მკვეთრად ხელს, მაგრამ ჩვენ ვგზნობთ რომ რაღაცაში გვიშლის ხელს, თუნდაც იმაში რომ ჩვენ მაგალითად დავიცვათ თუნდაც ენდოკრინოლოგის რეკომენდაცია, ნუტრიციოლოგის რომ საკვები სწორად გავანაწილოთ. თუ ჩვენ საღამოს უფრო მეტად გვიჭირს ამის დაცვა, და ჩვენ ვსუსნაობთ ჭარბად და ნახშირწყლებს მივიღოთ, ეს ნიშნავს, რომ ცოტა მაინც მაღალია იმ ნორმაზე შფოთვა, რის გამოც რო არ ყოფილიყო ასეთი მაღალი, ჩვენ ამის შესრულებას გაცილებით ადვილად შევძლებდით. აი მე აქ არის ზუსტად ერთობლივი ჩართულობა, ჩემი აზრით საჭირო და ეს ჩართულობა არ გულისხმობს ეს უნდა იყოს ურთიერთშეთანხმებით, მაგალითად თუ ადამიანს ჩვენ უწესრიგებთ შფოთვას საკვებითი დარღვევის დროს, ამასაც ხო ერთ დღეში ჩვენ ვერ მოვაწესრიგებთ, ეს ხო დინამიური პროცესია ნელ-ნელა. ამიტომ ჩემი აზრით ნუტრიციოლოგიც, ენდოკრინოლოგიც მაგალითად კვების გამკაცრება საჭიროა, შეიძლება ეტაპობრივად მკაცრებდეს, ხო ესეა? არ შეიძლება რომ გამკაცროს ზედმეტად სტრესი და ზედმეტი შფოთვა. და ეს ხშირად იცით ბადუმგურას ამბობს პაციენტი. აი საღამოს მე თუ ვიყავი დაკავებული, ან სახლიდან ვიყავი გასული, საერთოდ არ მშიოდა და თქვენ რაც დამინიშნეთ, ისიც არ მინდოდა. სახში დაღლილი მოვედი და პირდაპირ დავიძინე. და თუ საღამოს სახში ვარ, მაშინ მე არ მყოფნის ეგეთი ვახშამი, მინდა რომ 5 ჯერ ვჭამო. ესეც ხო პრინციპში გამოდის, რომ ადამიანს არ შეა იმ მომენტში. დიახ. აქედან გამომდინარე ეს და როგორ დავეხმაროთ? ხო, აი უნდა დავეხმაროთ თუ არის ავიშფოთ არ ძილი პირველ რიგში, არ ძილის მოწესრიგება და სუსტაობის მაგივრად წავიდეს დაიძინო? არა, ეს ღამის ძილი მოვაწესრიგოთ, იმიტომ რომ მეორე დილა ჩვენ არ ქონდეს. ჩვენ გავიღვიძოთ უფრო დასვენებულმა, იმიტომ პირველ ეტაპზე, როდესაც არის ძალიან მსუბუქი დისკომფორტები მენტალური, პირველ ეტაპზე ზოგჯერ ძილის მოწესრიგება სრულიად საკმარისია ხოლმე, იმისათვის რომ სპეციფიკური მკურნალობა არ დაგჭირდეს ჩვენს ფოტოს დამიმართებაში.
ძილის მოწესრიგების დროს აუცილებელი არ არის ყოველთვის პრეპარატის დანიშვნა. ზოგჯერ სულიად საკმარისია იმ რაღაცა მინიმალური რეკომენდაციების დაცვა, რომელიც ძილის პროცესს შეიძლება ყველანაირი მედიკამენტოზური დახმარების გარეშე მოაწესრიგოს. აი წეგან ჩვენ საუბრობდით, მაგალითად, განათება არ უნდა იყოს სასურველია, რომ ძილამდე 2 საათი ადრე ძლიერი განათება არ იყოს სახში. ტელეფონთან ახლოს არ იყოს. ტელეფონთან ანუ ეკრანთან, სადაც ორი მექანიზმით არღვევს, ანუ ჯერ იმიტომ რომ ნათებაა და მე ის რომ კაცთა განახლების სიხშირე აქვს და პირველი შემთხვევაში მელატონინის გამომუშავების დარღვევას იწვევს და მეორე შემთხვევაში ეს კაცთა განახლების სიხშირე, ანუ ჰერცებში, რომელიც იზრდება, ეს პირდაპირ უშუალოდ ტვინის ქერქის აგზნებას უწყობს ხელს. ამიტომ ფიზიკური აქტივობა, თქვა 2-3 საათი ადრე მსუბუქი ვარჯიში ან ფეხით წეინობა სრულიად შეიძლება საკმარისი იყოს იმისათვის, რომ ჩვენ ძილი მოვაწესრიგოთ. ამიტომ აი ეს ეტაპობრივად თუ ვერ მოწესრიგდა ძილი, მე შესაძლებელია გარკვეული მედიკამენტის, გარკვეული შეზღუდული ვადების დანიშვნა და უბრალოდ ხანდახან ეს მედიკამენტები გვაშინებს ხოლმე, იმიტომ რომ მართლაც რომ ბევრი მედიკამენტი თუ არასწორად იქნება გამოყენებული, ეს ალბათ ნებისმიერ სფეროში ესეა, ხო? შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს, თუმცა ალბათ ის რომ რაღაც არასწორად გამოვიყენეთ და ეზიას მოგვაყენებ, ამ შიშის გამო არ შეიძლება რომ ჩვენ სწორად დანიშნული სწორი დოზირებით და სწორი ხანგრძლივობით უნდა გვეშინოდეს მედიკამენტებს. მე ძალიან კარგად გავიგე სათავდება ჩემი ზღვარი. ჩემი ზღვარი თავდება 7 საათზე საღამოს. 7 საათიდან უკვე იწყება მარტო თქვენი მუშაობა. და მაშინ არაჩვეულებრივად იქნება მოწესრიგებული პაციენტი. არც სიმსუქნის პრობლემა მექნება და არც მაღალი გლუკოზის. ანუ საღამოს რო ადამიანი აჭარბებს, ჭამს და ვერ ასრულებს, ეს უკვე ნამდვილად ენდოკრინოლოგის პრობლემა არ არის. შფოთვებს და ძილს უნდა მოუაროთ თქვენ. შფოთვას და ძილს უნდა დილა და შუადღე ჩემია ენდოკრინოლოგის. ერთად უნდა მოუაროთ, იმიტომ რომ ხო ხედავთ ზღვარიც მოვნახეთ, სად ვისი კომპეტენცია. ხო, იმიტომ რომ იცით რა, შეიძლება აუცილებელი ხო ყოველთვის არ არის, რომ აუცილებლად თქვათ მომიჯნავე სპეციალობა ის და ამ შემთხვევაში ვისაუბროთ ენდოკრინოლოგიას და მენტალურ ჯანმრთელობაზე, ყველა შემთხვევაში იქნეს გადამისამართებული იგივე თუნდაც ძილის რეკომენდაციების გამოყენება ენდოკრინოლოგის მიერ სულაც არ არის საჭირო, ხო, რომ ფსიქიატრმა მაინც და მაინც ესაუხსნას და გადასცეს და კი, რა თქმა უნდა, ეხლა ის სერიოზული ლაპარაკო ჩვენ რა თქმა უნდა ვწერთ, რა თქმა უნდა ის იმასაც გავდივართ, რომ მინიმუმ 30 წუთიანი დატვირთვა ფიზიკური უნდა კონდეს ადამიანს, ანუ ან გაისეირნოს ძილის წინ, ან ივარჯიშოს, ვის რაც უფრო მოწონს, რომ ძილი უნდა კონდეს მოწესრიგებული, რომ 11 საათზე უკვე უნდა ეძინოს ყველაფერი თქვენ ჩამოთვალეთ, რა თქმა უნდა ენდოკრინოლოგი პირველი კონსულტაციების დროსაც გადის, მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ 90%-ში პაციენტი მაინც არ გვიჯერებს და ზუსტად ეს ყველაფერი, ყველა დარღვევები მაინც ხდება საღამოს. და ალბათ კიდე საინტერესო იქნება აი ჩვენ ხა ბევრი ვისაუბრეთ შფოთვას და შფოთვის კავშირზე მეტაბოლური დარღვევების დროს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია დეპრესიის როლი ენდოკრინოლოგიური დარღვევების დროს, განსაკუთრებით ეს ეხება ანუ უკვე ჩამოყალიბებულ ტიპი 2 დიაბეტს ან გამოხატულ სხვა მეტაბოლურ პრობლემებს, რომლის დროსაც ძალიან ბევრი კიდევ უფრო მეტი მექანიზმია ჩართული, იმიტომ რომ ესე მენტალური და ენდოკრინოლოგიის მიმართულებით რო ახსნა, დეპრესია თავისთავად მოიცავს ადინამიას, ანუ ადამიანს ნაკლები სურვილი აქვს იმის, რომ ფიზიკურად იყოს აქტიური, ფეხით იაროს ან ივარჯიშოს, რაც მეტაბოლური დარღვევების დროს, ანუ ნაკლები მოძრაობა და ადინამია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავე დროს დეპრესია არ გვევს მოტივაციურ ნაწილს და ეს მოტივაცია მკვეთრად ხვედება. დეპრესია არის მნიშვნელოვანი კიდე იმიტომ, რომ უიმედობის განვითარებას უწყობს ხელს და აი ზუსტად ის, რომ მაინც არაფერი მეშველობა, რატო udavimკვნალო ამაში გადამწყვეტ როლს თამაშობს და მეორე მხრივ
მეორე მხრიდანაც კავშირი ძალიან დიდია, არა მარტო ფოთოსთან, ანუ ენდოკრინოლოგიურიდან დეპრესიის მიმართულებით, რადგან აი ჩვენ როდესაც საუბრობდით იგივე სტრეს ჰორმონებზე, ანუ გლიკოკორტიკოსტეროიდებზე, სტეროიდები ალბათ უფრო ესე გასაგები სახელი. კორტიზოლზე ბოლო დროს ყველა კი ლაბარაკობს. საუბრობს, ზუსტად კორტიზოლი არის ის ძირითადი წყარო, რომელიც პირდაპირ კავშირშია, ანუ დეპრესიის განვითარებასთან. პირდაპირ, ანუ ჩვენ ვიცით, რომ როდესაც კორტიზოლის სამკურნალო მიზნით ინიშნება სხვადასხვა ენდოკრინოლოგიური პრობლემების დროს, იქ ყოველთვის ძალიან მაღალი რისკია გლიკოკორტიკოიდები საერთოდ კი თამაშობენ როლს დეპრესიაში და მაგრამ აი ხა მოდაში რო არის ყველა რომ მოდით ვნახო მე კორტიზოლი, ნუ ნახონ კორტიზოლი. ჯერთი კორტიზოლი ინდივიდუალურია და საკმაოდ დიდი ზღვარი აქვს ნორმის და ჯდება ძირითადად ნორმებში, იმიტომ რომ კორტიზოლი უფრო მაღალი, ნორმაზე მაღალი, ეს სხვა ჩვენი ენდოკრინული დაავადებას ნიშნავს. ამიტომ რო ხედავენ ამ მაღალ კორტიზოლს, აი ამ ანალიზს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კორტიზოლი რა თქმა უნდა თქვენ მართალ ბრძანდებით, როგორც სტრეს ჰორმონი, როცა ადამიანს აქვს ან სტრესი, ან დეპრესია, ან გადაღლა, უნდა კიდევაც იყოს მომატებული, მაგრამ იმით რომ ნახავს ამის დონეს რო არის მომატებული, ისევ რჩევები მაინც იგივე დარჩება, რომ აუცილებლად უნდა ივარჯიშოს, აუცილებლად უნდა დაიძინოს წესიერად, ანუ ჩვენ ისევ უბრუნდებით. საერთოდ სიტყვა დიეტა ბერძნულიდან ითარგმნება როგორც სწორი კვება და სწორი ცხოვრების რეჟიმი. ეს არ ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ ხოლმე გულისხმობთ. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ იგივე პაციენტებთან, მე ამას დავარქვევდი უფრო პროგრამებს, იმიტომ რომ აი გარკვეული სტილი კვების, ეგ არის უკვე პროგრამები და ერთი სტილი კვების არასდროს არ უხდება მეორე ადამიანს. სხვათა შორის, როცა ჩვენ ფსიქიკაზე ლაბარაკობთ, ადამიანი უნდა ძალიან კარგად არ აქვს მნიშვნელობა რა დაავადება აქვს, სიმსუქნე თუ შაქრიანი დიაბეტი, ძალიან კარგად უნდა გამოვკითხოთ პირველ რიგში რა არის საერთოდ მისი კვების სტილი. პაციენტი რომელიც მოვა ენდოკრინოლოგთან და ეს რო არ გამოკითხოს და არ გაითვალისწინოს და ეხლა მაგალითად აი თქვენ რო გადაწყვიტოთ რატომღაც ეხლა კი არ გჭირდებათ, მაგრამ რო 3 კილო დაიკლოთ და მიხვედით ენდოკრინოლოგთან და იქ არც კითხა რომელი პროდუქტი გიყვართ, რა არის საერთოდ ჩვევა, იმიტომ რომ თითოეულ ოჯახს აქვს თავისი კულტი და თავისი ჩვევები კვებაში, ხო? ვიღაცას უყვარს დილით ციციბურა, ვიღაცას გერკულესი, ვიღაცას დილით უყვარს ხაჭო, ხო? და პირდაპირ დაგიწეროთ აი ეგეთი კვება და გითხრათ აი ამას თუ დაიცავთ 3 კვირაში 3 კილო გექნებათ დაკლებული, ეს არ ნიშნავს რომ პაციენტი შეასრულებს. სახში რომ მოვა წაიკითხავს, მაგალითად მეც ესე ვარ, რომ წავიკითხავ და რომელიმე პროდუქტს აღმოაჩენს, მე ცხოვრებაში ამას არ ვჭამ. არ შეჭამს, არც ერთი მოტივაციაც რო კონდეს, გახდომის არ შეჭამს იმას, რასაც არ არის მეჩვეული. აქედან გამომდინარე, როცა ეს კვება არის დარღვეული, საერთოდ ძალიან ნელა ენდოკრინოლოგი რაში ჭირდება, თორე ისე ინტერნეტს გახსნით და მილიონი კვება წერია კალორაჟის მიხედვით და თვითონ იმკურნალებენ პაციენტები. იქ არის სხვა, რომ მაგალითად ჯერ არ აქვს რეჟიმი. ესე იგი წყვიტავ რო ელაპარაკები პაციენტს უყურებ რა არის მისთვის უფრო მისაღები, რომ დაუშვათ კალორაჟი შეუმცირო, თუ რეჟიმი შეუცვალო. ზოგიერთ პაციენტისთვის არის მისაღები, რომ უთხრა 7 საათის მერე აღარ მიიღო საკვები. მაშინ უგუკვეს იქ სხვანაირად მასთან ერთად ალაგებ მის საკვებს მთელი დღის განმავლობაში. რა და რომელსაც თან უნდა მოწონდეს. მეორესთვის იძახის არა მე არ შემიძლია, მე ღამის პირველ საათამდე უნდა ვჭამო. ესე იგი პირველ ეტაპზე არ ებრძვი პაციენტს. იწყებ ნელ-ნელა, მერე გადააჩვევ, ჯერ 1 საათი თუ უფრო ადრე შეწყვიტავს კვებას, მერე ამასობაში მიყვები პაციენტს და ამაზე მიდის ზოგჯერ 6-10 თვე, სანამ მთლიანად გადაიყვან აბსოლუტურად სხვა რელსებზე და მისთვის გახდება ჩვევა. ეს
უბრალოდ კვება არის ჩვევა, თქვენც ხო კარგად იცით, მიჩვეული. აი მიჩვეულია, რომ საღამოს 7-ზე უფრო მეც ჭამს და მაგალითად მიჩვეულია, რომ 12-ზე დალევს ყავას. ეს იგივე ჩვევა, როგორც ვართ მიჩვეული, რომ შხაპი უნდა მივიღოთ და კბილები უნდა გამოვიხოთ. ჩვენ უნდა სხვათა შორის აი ახაც თქვენი დახმარება გჭირდება. შეუცვალოთ დღის რეჟიმი და საკვების მიღება და ამას სჭირდება ძალიან ხანძლივი პროცესი. საერთოდ კვეთრცვლილებებს ვერ ეგუება ადამიანი. რეკომენდებული არ არის. ადამიანისთვის ყველაფერი ჯობია ეტაპობრივად, რომ ადაპტაციურ პროცესები სწორად განვითარდეს და აი ზუსტად თქვენს რაც ბრძანეთ ქალბატონელი, ანუ ის რომ ჩვენს ანუ სწორი რა არის, სწორი მართვა კვების, ანუ უცბად ის კი არა რომ იდეა ანუ ძალიან დარღვეული საკვებიდან ერთ დღეში მკვეთრად შევწავ. ეტაპობრივი გადასვლა უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არა თუ ესე არ მოხდება არა ეტაპობრივად. ეს იქნება დარტყმა როგორც ანუ ფიზიკურ სხეულზე, დეპრესიას სისტემაზეც და ასევე ფსიქიკაზეც, იმიტომ რომ ეს არის ასევე სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესი, როდესაც ჩვენ ცხოვრების წესს მკვეთრად ცვლით. და თუ ამისგან ასეთი ცვლილებისგან იღებს ადამიანი დამატებით ფსიქოლოგიურ სტრესს, ისევ ის მანკიერი წრე ერთვება. ანუ იმის მაგივრად რომ ადამიანი კომფორტულად, ნელ-ნელა, ნაკლები შფოთვით გადავიდეს ჯანსაღ კვებაზე და ჯანსაღ ცხოვრების წესზე, მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება ეს იყოს სტრესი ორგანიზმისთვის და ფსიქიკისთვის, მოიმატოს შფოთვა, ეს შფოთვა პირიქით გახდეს ხელის შემშლელი უკვე ჩვენი სწორი კვების რეჟიმის დაცვის. ძალიან სერიოზული ხელის შემშლელი. ამიტომაც არის ხოლმე თქვენი ცნობილი კონცეფცია და ეს ყველა ვიცით, ანუ გიორგაძის დიეტა იცის ყველა საქართველოს, მაგრამ თქვენაც ბჟანეთ, რომ ადამიანს ინდივიდუალურად ჭირდება ინტერნეტში ნახავ ვიღაცის ჩანაწერს, გადმოიღებ, მაგრამ ეს არ არის ინდივიდუალურად მორგებული და არ შეიძლება უცბად აი ესეთი კვებიდან უცბად გადახვიდე და საერთოდ ისი სტანდარტი არ არის, ის არის თქვენ რაც შექმნით და ეს ყველა ქართულმა იცის, ეს არის კონცეფცია. მაგრამ იმას მე ჭირდება ექიმის მიერ ალბათ ინდივიდუალურად ყველა შემთხვევაში მორგება, ხო? აუცილებლად. პაციენტი მაგალითი ავიღო, თუ ადამიანი მეუბნება, რომ მაგალითად მე 7-დან ღამის პირველ საათამდე, ვარ დაკავებული, ვერ ვიძინებ, ჩემი ძილი ნორმალური მაქვს, მაგრამ ღამის პირველ საათზე ვიძინებ და საღამოს ბევრჯერ ვჭამ. მე იმასთან ვიწყებ თამაშს. ვეუბნები კი ბატონო, 7-ზე რომ მოხვალთ, მაგალითად თუ გაწყობთ, რომ 200 გრამი ისე რომ მიირთვათ 200 გრამი მუხარშული ხურცი, კიდრი, პამიდორი და სალატებიდან სალათი რო გაკეთოთ, რომ იყოს თქვენი კვება. კი ბატონო, მე ვეკითხები, მე რამდენ ხანში უბრუნდებით კვებას 1 საათში. კი ბატონო, 1 ვაშლი შეჭამეთ 1 საათში, მაგრამ არა 2, 1. მე კიდე სადნახევარში მინდა, კი ბატონო, 1 იოგურტი. მე კიდე 1 სადნახევარში მინდა, კი ბატონო, 1 ჭიქა მაწონი ან კეფირი. გაწყობთ? კი, მაწყობს. ამასობაში ამის კვებას რო იწყებს, იქ საღამოს მანამდე ქონდა უფრო მაღალი კალორიაჟი, იმიტომ რომ ჭამდა ხან ხაჭაპურს, ხან ნამცხვარს, ხან შოკოლადს. აქ გაჩნდა, ანუ ფსიქოლოგიურად არ უშლი ხელს, იმიტომ რომ მიჩვეულია, რომ 5-ჯერ რაღაცა უნდა მიირთვას. არ უშლი ამაში ხელს, მაგრამ ჯერ ველაპარაკები იმაზე, რომ მოდით დაბალკალორიული საკვები ავიღოთ. მერე უკვე ერთი თვენახევრის მერე, როცა ვხედავ, რომ წონას იკლებთ, მაგრამ მერე ხო იცით როგორ არის, ჯერ არ იკლება, მერე ცოტა ჩერდება. აქ უკვე ვეუბნები, იცით რა, აი წონა რო გაჩერდა, შეიძლება ის ერთი ვაშლი ამოვაგდოთ, რამდენად მზად ხართ და გავზარდოთ. მაგალითად, 1 საათში თუ დაგჭირდათ ეს ვაშლი, მოდით საათნახევარში ავიღოთ ერთი ბანანი. მერე 1 საათში თუ გჭირდებოდა იოგურტი, მოდით საათნახევარში ავიღეთ იოგურტი. მერე შეიძლება 4 თვის მერე ვეთქვი, აი სულ ბოლოში მაწონს რომ მიირთვებით, შეიძლება უკვე აღარ მიიღოთ, მოდით წადოთ. და აი ესე ნელ-ნელა
ჩდება ახალი ჩვევები. მე უკვე ეჩვევიან რომ დილით კი არ უნდა ყავა მარტო დალიოს და მიაღოლოს არ ვიცი რა, ერთი კვერცხი ან ერთი ნაჭერი შოკოლადის. დილაობით თითქმის საქართველოში არავინ არ ჭამს. ამიტომ მე ვასწავლით რომ ნელ-ნელა იქ ბევრს რო იღებდით, ჯობია დილით მივიღოთ. ანუ პრინციპში ეს კვების მოწესრიგებისა ეს ეტაპების მართვა, რაღაც გარდა ადამიანზე უნდა იყოს ენდოკრინოლოგიური და ასეთი ცოდნისა მოითხოვს რაღაცა თანაყოლილ უნარებსაც და ფსიქოლოგიის ცოდნასაც, რომ ეტაპობრივად იგრძნო ადამიანი რა ტემპით მოყვება, ზოგ შეიძლება აი ეს ეტაპების გავლა ერთ თვეში შეძლოს, ვიღაცა შეიძლება რამოდენიმე აუცილებლად. გრძნობდი ადამიანის ფსიქოლოგიას, ფსიქიკას, მის სტაბილურობას, რამდენად ის მასმზაობა აქვს და როგორ და რამდენად სწრაფად წამოყვება ეტაპებზე, ასე რომ ესე იგი ენდოკრინოლოგები და ნუტრიციოლოგებსაც ძალიან დიდი უნარები აქვთ. კარგს უნდა მარტის ადამიანის შეგრძნების ფსიქოლოგიური. შორის ახლა მე ვსწავლობდი ინსტიტუტი დავამთავრე 1992 წელს. აქედან გამომდინარე, რომ ჩავედი სანქტ-პეტერბურგში და კლინიკური ორდინატურა ჩვენთან იწყებოდა, რომ პირველი 4 თვე ჩვენ დავდიოდით ედი მილერი ეგეთი იყო ფსიქოლოგი, პროფესორი სახელოვნების ინსტიტუტში იყო და ჩვენ დავდიოდით და გავდიოდით გარკვეულ კურსს. იმიტომ რომ ჩვენი პაციენტები არიან ქრონიკული პაციენტები, ენდოკრინოლოგი. სამწუხაროდ ჩვენი პაციენტი არ არის როგორც მაგალითად რომ ფილტვის ანთება ქონდა უმკურნალა და ექიმი ღმერთია. ჩვენ ენდოკრინოლოგები ყოველთვის რატომღაც ვართ დამნაშავები, რომ ზედმეტი წონა აქვს პაციენტს, რომ შაქრიანი დიაბეტი აქვს, რომ ჰიპოთირიოზი აქვს. აქედან გამომდინარე ჩვენ გვასწავლიდნენ, აი როგორ უნდა დავამყაროთ ურთიერთობა პაციენტთან, რომ პაციენტისთვის ვიყოთ მისაღები და სასურველი, იმიტომ რომ არასდროს პაციენტი ენდოკრინოლოგის ბოლომდე მადლიერი არ იქნება, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ მოურჩება სამწუხაროდ ჩვენ დავადებას. ამიტომ უბრალოდ უნდა შეუმსუბუქოთ და რაც მთავარია, არასდროს არ უნდა ვეჩხუბოთ და პაციენტის სურვილების წინააღმდეგ წავიდეთ. სულ უნდა იყოს ენდოკრინოლოგის და პაციენტის შორის კომპრომისი. სხვანაირად არაფერი არ გამოგვივა. აი ჩვენი საუბრის ალბათ წამოვიდა, მომივიდა რაღაც ესეთი იდეაც ასე თქვა, მე ვფიქრობ, რომ არ იქნება ცუდი მაგალითად ყოველ შემთხვევაში მე პირადად ჩემი გუნდი და ჩემი ბევრი კოლეგაც ალბათ გამომყვება ასე თქვათ ამ სურვილში ჩვენ მაგალითად იმისათვის რომ უფრო ადრეულად უფრო კარგად შევძლოთ ხოლმე გარკვეული ენდოკრინოლოგიური არამკვეთრად გამოხატული პრობლემის ამოცნობა ალბათ ჩვენთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო იქნება ვფიქრობ გარკვეული რაღაცა თუნდაც მოკლე სალექციო ან რაღაცა ესეთი კურსი რომ მივიღო და მე ვფიქრობ იგივე შეიძლება ვთქვათ რომ შეიძლება რაღაცაირად ჩვენ ფსიქიატრებმა, ფსიქოლოგებმა, კვებითმა ფსიქოლოგებმა ნუცას ასე ვთქვათ ხელმძღვანელობით ასევე ენდოკრინოლოგიურ ჩვენ კოლეგებს ყველგან რაღაცა ესეთი შევქმნათ ინფორმაციის გაზიარების საგანმანათლებლო პატარა რაღაც მოკლე რომელმაც შეიძლება ძალიან მცირე ერთდღიანმა შეხვედრამ ძალიან ბევრ რაღაცას წინ დაუდო საფუძველი სწორი თანამშრომლობის და სწორად რაღაცის დაგეგმვის. არაჩვეულებრივი აზრია და უცხოეთში სხვათა შორის არსებობს პაციენტთა ასოციაციები, ზუსტად კვებითი აშლილობის, სადაც პაციენტები წერენ თავის შეკითხვებს, თვითონ უზიარებენ ერთმანეთს, როგორ მართავენ თავის თავს და ზუსტად ესე ფსიქოლოგი და ენდოკრინოლოგი და ფსიქიატრი პასუხობენ და ისინი ამბობენ რა ეტაპზე ჯობია რომ მივიდნენ კონსულტაციაზე და რა ეტაპზე სრულად საკმარისია რომ აი რაღაც ცოდნა მივაწოდოთ რაც აუცილებელია და მე მგონი ძალიან კაი იქნება თქვენ ამასაც შექმნით. ძალიან დიდი მადლობა და ვფიქრობ რაღაცა ჩვენი გადაცემის და დღევანდელი დიალოგის ფორმატში კიდე ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე და ანუ იდეა გამოიკვეთება რომელთაც შევძლოთ ამ ორი
სფეროს კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციას და კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ეს როგორც ჩვენს კოლეგებს, ექიმებს, ასევე ზოგადად პაციენტებს ხა. ნამდვილად. ხმარება. ქალბატონელნი ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირიქით დიდი მადლობა წვისთვის. ჩემთვის და ვფიქრობ ჩვენი მაყურებლისთვისა და მსმენელისთვისაც საკმაოდ საინტერესო და იმედია ღირებული და მათთვის სასარგებლო ინფორმაცია გავაჟღერეთ. ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო იყო და კიდევ ბევრის მოვცემი ესაუბარი და მე მინდა თქვენ მოგიწვიოთ ჩვენი კლუბის ეს არის ექსპერტები მენტალური ჯანმრთელობისთვის საპატიო წევრად ეს იქნება ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი. პირიქით, ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი და დიდი სიამოვნებით და ძალიან დიდი მადლობა. ჩემთვის ეს ნამდვილად ძალიან დიდი პატივისცემა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო. პირიქით, დიდი უღრმესი მადლობა.